რადგან აღარ იქნება. მეტი ადამიანის მოსვლა არ ჩავთვალეთ ჩვენ საჭიროდ, თუმცა ცხადია შესაძლებელი იყო ეს და უბრალოდ წარმომადგენლები არიან თეატრის თანამშრომელთა. მიტინგში გადავიდოდა. ჯერჯერობით მე ვარ ოპერის თეატრში. PR მენეჯერი გახლდით, მომივიდა გაფრთხილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ბრძანება არ მიმიღია, ამდენად ვარ თანამშრომელი. ბატონი რევას ჭეიშვილისგან, სამხატვრო საბჭოს, სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ამაზეც ვისაუბრებთ განცხადებაში ყველაფერზე. დავიწყოთ? კარგი. არავითარი პასუხი არ მიგვეწია. რაც ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სამხატვრო საბჭოს, სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნები დაინიშნოს, იმაზე პასუხი არ მიგვეწია. და აუდიტის შემოსვლა. სამსახურში მე შემომთავაზა იქ მისვლა გიორგი ჟორდანიამ. ამას მოყოლ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მანამდე მე არ მუშაობდი ოპერის თეატრში, მე დღესაც ვმუშაობ საზოგადოებრივ მაუწყებელში, პირველ არხზე, რადიოში. და აქ მუშაობ 1991 წლიდან. და არსად არ წავსულა. გასული წლის თებერვლის დასაწყისში. შეგვიძლია. მიცხელა. ახლავე? დავიწყოთ ესე იგი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მე ახლა მინდა გაგაცნოთ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის თეატრის თანამშრომელთა განცხადება. ამ ადამიანების თხოვნით განცხადებას მე წავიკითხავ. ოპერის და ბალეტის თეატრის თანამშრომლები მოვითხოვთ. თეატრს ჩამოშორდეს დღევანდელი მთავარი დირიჟორი ჯან-ლუკა მარჩანო. მის მიერ დანიშნული და ჩატარებული სამხატვრო საბჭოს არჩევნები გამოცხადდეს უკანონოდ. მინისტრის დაპირებისამებრ უახლოეს დღეებში დაინიშნოს თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პირდაპირი წესით არჩევნების ზუსტი თარიღი. სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევნებისას სრულად იქნას დაცული დემოკრატიული პრინციპები, მასში მონაწილეობის საშუალება მიეცეს ნებისმიერ მსურველს და ხმა თეატრის თითოეულმა თანამშრომელმა მისცეს. მოგეხსენებათ, დღეს თეატრი პრაქტიკულად გრევის პირას არის მისული. თეატრის მმართველობა ხელში ჩაიგდო მთავარ დირიჟორად მოწვეულმა ჯან-ლუკა მარჩანომ და მის ირგვლივ შემოკრებილმა მცირე ჯგუფმა. მათ ულტიმატუმის ენით პრაქტიკულად მძევლად აიყვანეს კულტურის სამინისტრო და თეატრის ხელმძღვანელი იძულებული გახადეს დაეტოვებინა თანამდებობა. ბოლო დღეებში თეატრში სამხატვრო საბჭოს წევრების არჩევნები საჯაროობისა და სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით ჩატარდა. კერძოდ, არ არსებობს არჩევნების ჩატარების წინასწარ დამტკიცებული წესი და პირობები. დასის მნიშვნელოვან ნაწილს შეეზღუდა ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის კანონიერი უფლება. ამის გამო ეს არჩევნები სრულიად უკანონოა. გარდა ამისა, თეატრის სამხატვრო საბჭოში არ შეიყვანეს არც ერთი დირიჟორი, ქორმაისტერი, მხატვარი, რეჟისორი, სადადგმო ნაწილის წარმომადგენელი, საბალეტო დასის ხელმძღვანელი, რაც თავისთავად აბსურდი, არაპროფესიონალიზმი და კანონის უხეში დარღვევაა. ეს ქმედებები აუცილებლად გასაჩივრდება. ჯან-ლუკა მარჩანოს უშუალო მითითებით დაიწყო ამ ჯგუფისთვის არასასურველი პირების სამსახურებრივი დევნა. სამსახურიდან დათხოვნის გაფრთხილება მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც თეატრში აღმოაჩინეს 10,000 ლარის ფინანსური ზარალი, მოქმედი სპექტაკლების დეკორაციებისა და კოსტუმების განადგურების ფაქტები. ასევე დევნიან იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიყენეს გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის ძირითადი ფუნდამენტური უფლებაა. ასეთი დევნის მაგალითი პირადად მე გახლავართ, გასულ კვირაში ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ მომივიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მათ თავისუფლებენ სამსახურიდან. ცხადია, ესეც გასაჩივრდება.
ჯგუფის საქმიანობა გამოირჩევა რადიკალური ინდივიდუალიზმით, რის შედეგადაც თეატრი გაიხლიჩა. საბალეტო დასი ცალკე აყალიბებს სამხატვრო საბჭოს, ერთ თეატრში ორი სამხატვრო საბჭოს არსებობა ალბათ დამეთანხმებით რომ ნონსენსია. ეს ჯგუფი პირდაპირ და აქტიურად ერევა ადმინისტრაციულ საქმეებში. ჯანლუკა მარჩანო და ორკესტრის კონცერტმეისტერი წყვეტენ ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებს, რაც მათ კომპეტენციას და უფლებამოსილებას აღემატება. ჯანლუკა მარჩანო და ეს ჯგუფი სამსახურიდან დათხოვნის მუქარით ზეწოლას ახდენენ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ პოზიციას. და რაც მთავარია, მარჩანომ თავისი პირადი გრაფიკიდან გამომდინარე გაურკვეველი ვადით გადაიტანა ბიძინა ივანიშვილის მეცენატობით განახლებული სახელმწიფო თეატრის გახსნის თარიღი. წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განახლებულ შენობაში სეზონის გახსნა უპერსპექტიულია. ამის დასადასტურებლად მე შემიძლია აგერ მოვიყვანო მაგალითი, დოკუმენტი, ეს არის ბატონი ჯანლუკა მარჩანოს განრიგი 2014 წლისთვის, სადაც პირდაპირ წერია, რომ მთელი შემოდგომა, ესე იგი სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ის იმყოფება ლონდონში და შესაბამისად სწორედ ამ პერიოდში უნდა გახსნილიყო თეატრი და თეატრი ვერ გაიხსნება. ამ დროს მას არ სცალია უბრალოდ თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრისთვის. ახლა ქალბატონ მზიას გადავცემ სიტყვას, ის მოგახსენებთ. აქეთ გამოგზავნით ქალბატონ მზია. თითოეულ შემოქმედებით ჯგუფს. არა, მაგაზე ვისაუბრე სწორედ სამხატვრო საბჭო შედგა რა პრინციპით. ვოკალისტების 4 წარმომადგენელი, გუნდის 4 წარმომადგენელი, ორკესტრის 4 წარმომადგენელი, პლუს თეატრის დირექტორი. ანუ 13 კაციანი დასი სამხატვრო საბჭო და წარმოიდგინეთ, ბალეტი არ არის ამ სამხატვრო საბჭოში, ვერ შეთანხმდნენ უბრალოდ. საბალეტო დასის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ მარჩანოს და ამ ჯგუფის მოთხოვნებს. შესაბამისად, ესე იგი, არ არის სამხატვრო საბჭოში საბალეტო დასის წარმომადგენელი, არ არის სამხატვრო საბჭოში თეატრის მთავარი მხატვარი. არ არის სამხატვრო საბჭოში არც ერთი დირიჟორი, არც ერთი რეჟისორი, სადადგმო ნაწილის წარმომადგენელი, რაც აბსოლუტურად აბსურდია, იმიტომ რომ სამხატვრო საბჭომ უნდა განიხილოს სპექტაკლების დადგმის შესაძლებლობა და ასე შემდეგ, ყველა შემოქმედებითი საკითხია. თუ იქ არ იქნა რეჟისორი, მხატვარი, სადადგმო ნაწილის წარმომადგენელი, რა განხილვაზეა, დირიჟორი, რა განხილვაზეა საუბარი? ვინ უნდა გადაწყვიტოს? მე სულ არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინც აირჩიეს, მაგრამ მათ ვოკალისტებმა იციან მხოლოდ ვოკალის პრობლემები, ხო? ვოკალისტების პრობლემები. ასევე გუნდმა იცის გუნდის პრობლემები. ორკესტრმა ორკესტრის, მაგრამ კომპლექსი და ოპერა მოგეხსენებათ, ოპერაც და ბალეტიც არის კომპლექსური ხელოვნება. მათ არ იციან და შესაბამისად ეს არ არის მათი დაკნინება არანაირად. უბრალოდ საბჭო არაქმედუნარიანი იქნება და კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ჯგუფმა ძალაუფლების უზურპაცია მოახდინოს საბოლოოდ. დაპირება სხვა იყო, მაგრამ შემდეგ როდესაც ნახეს, რომ ეს მათ არ აძლევთ ხელს, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ ასეთ პირობებში, მათ შეცვალეს გადაწყვეტილება და ამას შემდგომში გადავწყვეტ, თუმცა არ გაჩერდება ცხადია ამაზე, ჩვენ არ გავჩერდებით. იცით რა არის, მე მგონი არ არის საჭირო ახლა ყველა მიცის აი ეს ჯგუფი რომელმაც მოითხოვა თავის დროზე. მე ამ ეტაპზე მე ხე თავს შევიკავებდი ამ ჯგუფის წევრების დასახელებისგან, იმიტომ რომ თავარი ფიგურა არის ჯანლუკა მარჩანო. ახლა ქალბატონ მზიას გადავცემ სიტყვას და უფრო დაწურულებით ვისაუბროთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც დღეს ხდება თბილისის ოპერის თეატრში და 9 წლის განმავლობაშიც მე ეს მაშინ დაითესა, თორე დღეს ეს არ იქნებოდა. 2007 წელს მოგეხსენებათ
ჩამოვედი, რომ საქველმოქმედო სპექტაკლი უნდა ჩატარებულიყო ტრუბადური. და დასი იყო დაყოფილი ორ ნაწილად, ჩვენიანები და არაჩვენიანები. აი არაჩვენიანებში ჩვენ მე მოვხდი და ამიტომ მოხსნეს სპექტაკლი და ნუ ეს დავივიწყოთ ამაზე ყველანაირი წინა დამთავრდა. მაგრამ 2008 წლის შემდეგ მე თბილისიდან დავდივარ გასტროლებზე ყველგან მეტროპოლიტენი, ბასტილ ოპერა, პარმა, ბოლონია, მოკლედ მთელს მსოფლიოში მაქვს მიწვევები და ხშირად ვიმყოფები თბილისში, ამიტომ ჩემი დასაფრენი ბილიკი საქართველოშია. რასაც უყურებ ეხლა სოლისტები, რატიანი, დათუსანი, ხელაია, ხო? ხელაია. გახდით საფრანგეთში და გალუაშვილი ჩამოფრინდი სპეციალურად რომ დავსწრებოდი მე აი ამ საკონცერტო შესრულებას. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი წარმოდგენა თავის თავზე. მეტი თუ არა ნაკლებად ართვლიან თავს კალასზე, დომინგოზე, ტიტო გობიზე და რა ვიცი, ტოსკანინი გონია ბატონ ჯანლუკა მარჩიანოს თავისთავი. ესეც მინდა აღვნიშნო და ხაზი გაუსვა, რომ ბატონ ჯანლუკას პროფესიონალურ დირიჟორად არავინ არ იცნობს იქ. ძალიან ბევრს შევეკითხე. დიახ. იგი არის რეპეტიტორი კონცერტმეისტერი. ბატონ ჯანლუკა მოისმენთ ალბათ ამას და მე მინდა თქვენგან პასუხი. რატომ უნდა იყოს საქართველოში, სადაც ევგენი მიქელაძის, ზაქარია ფალიაშვილიდან დავიწყოთ. ევგენი მიქელაძე, ოდისეი დიმიტრიადი, ჯანო კახიძე და მრავალი ძლიერი დირიჟორები ჩამოდის და გვასწავლის ჭკუას. კი ბატონო, პროფესიონალს ყველას კარებს გაუღებთ და მივესალმებით, მაგრამ კონცერტმეისტერი მე ვარ მომღერალი. იცით დომინგომ რომ დაიწყო დირიჟორობა, არა? მეც მომეცით ოპერის თეატრის ორკესტრის 3 წლით მე თქვენ გააჩვენებთ როგორ ვიდირიჟორებ. მეც არაფერს არ ვარ. დიახ, ის არ არის პროფესიონალური დირიჟორი. არავინ არ იცნობს. არა, როგორც კოუჩი ეს არის რეპეტიტორი, პიანისტი. მანამდე პარმაში აქვს ნამუშევარი, იქ მე გუშინ მივწერე, პარმაში მაქვს ნამღერი ვერდის ფესტივალზე, ჩაიწერა კიდევაც DVD გამოუშვეს ტრუბადური. მოგეხსენებათ როგორი ძალიან ისეთი კრიტიკული მაყურებელია იქ. მითხრეს რომ არის კოუჩი, არის რეპეტიტორი პიანისტი. იცით რამდენადაც, იმდენად ვადენაშაულებ, რომ არ უნდა აეტეხა ეს ბუნტი, იცით, ეს არ არის ლამაზი. ამერიკა ჩვენ არ დაგვანახა და არ აღმოაჩინა მან ჯანლუკა. ასე არ არის? ბატონო იცით ჯერ ერთი არ კომპეტენტურად არ მიმაჩნია მე კულტურულად ახლა გამოდიან და ის ხალხი რომელსაც ნამდვილად შესწორება ჭირდება და თავიდან ჭირდება ვოკალის დაწყება. ესენი არიან არაპროფესიონალები, მაპატიეთ ჩემო ძვირფასებო. მე რო არ მომესმინა თქვენი ნამღერი 13-ში და 14-ში იყო, ხო? ეს საკონცერტო შესრულებით. მე მარინის თეატრში მოვაწეობდი 2008 წლის აგვისტომდე. 2008 წლის შემდეგ განმაწყენდი და აღარ წავედი გერგიევთან, თუმცა ჩვენ შევრიგდით. იქ რომ ესე გამოხვიდე და იმღერო, მაპატიეთ, მაგრამ გუნდშიც არ მიგიღებენ. და ამ ხალხს აქვს ძალიან დიდი პრეტენზიები. ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ვოკალის გასწორება და ბევრი რამის სწავლა, რომ ჩვენი თეატრი დადგეს ფეხზე. ამიტომ საჭირო ახალგაზრდებს დავუთმოთ, გავზარდოთ ისინი და თუ გვინდა რომ ჩვენ თეატრი დადგეს უმაღლეს დონეზე, მოვიწვიოთ ცნობილი პედაგოგები, ჩაატარონ მასტერ-კლასები. ესე არ არის ბატონო მერი? რა ვქნა, მე სიმართლის თქმა მიყვარს. დიახ. ინტონაციური უსუფთავობას არავინ არ გაპატიებს ჩემო კარგი. ეს არის საშინელება. მე როგორც პროფესიონალი ისე განვიხილავ მათ. მე ჟორდანიასთან მხოლოდ ერთი არია ვიმღერე 29 დეკემბერს. ერთადერთი შეხვედრა ჰქონდა რეპეტიცია. ეს არის წარმოუდგენელი, რომ ერთი რეპეტიციით გახვიდე და ამ ხელა პუბლიკის წინაშე იმღერო ურთულესი არია. მეორე მოქმედებიდან აზუჩენას მეორე არია. შვენივრად გაართვა თავი. არ ვიცი, მე ეგ მაგდენი არ ვიცი უკვე.
რადგანაც სამხატვრო ხელმძღვანელია, მან უნდა გადაწყვიტოს ბევრი ბატონო მე ესე არ არის? დირიჟორმა უნდა იდირიჟოროს. რა თქმა უნდა. ეს არის პროფესიონალური დირიჟორი. გარკვეული სადირიჟორო სტაჟი. და ის რომ გაქვს პრეტენზია არის სამხატვრო ხელმძღვანელი და იდირიჟორა, მან იდირიჟორა, მან ხომ არ იმღერა. ძალიან კარგად იდირიჟორა სხვათა შორის. მან ხომ არ იმღერა, რომ თქვა რაღაცა გარკვეული პრეტენზიები ქონდეს, არა? მათ არ მოწონს. ადამიანს მოწონს არის რატო იდირიჟორო. შეიძლება თქვა იყო ნათქვამი რომ გახდება სამხატვრო ხელმძღვანელი, არ იდირიჟორებს. მაშინ ხო იყოს პრეტენზიები რატო იდირიჟორა. კი ბატონო. არა, ზურა. ახალგაზრდების სახელი ბატონი ზურა. შენ სტაჟირების ჯგუფში ჩაგეცეს, არა? არა, მე სოლის. ერთადერთი გამარჯვებათ მე გახლავართ ზურა იაშვილი ოპერის სოლისტი. მე გახლავართ ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს დელეგაცია, როგორც წინა ბრიფინგზე ბატონმა შავლეგმა ახსენა, საქართველოს დელეგაცია ის სრული პასუხისგებლობით ვიძახი, ამას გადავარჩინეს სირცხვილს. და ამაზე კიდე თუ ვიღაცა მოინდომებს რამ გაგებას ამის და მე შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. რაც შეეხება ახალგაზრდულ ფრთას. ანუ სპექტაკლის ჩავარდნას. საარემას ეს ესტონეთის ქალაქში, ეს პატარა კონძულივით არის საარემ და იქ იმართებოდა საოპერო დღეები საქართველოში. და მოხდა ისე, რომ მომღერალი ვისაც უნდა ემღერა ეს სპექტაკლი და ამავდროულად მე ამ სპექტაკლში მონაწილეობდი. და ერთ სპექტაკლში შევასრულე მთავარი პარტიაც და მეორე ტენორის პარტიაც. ეს არსად არ მომხდარა, აი ქალბატონი მზია დამეთანხმება. მე რეპეტიცია არც მქონია გავლილი, თვითონ აი ბატონი მაესტრო ჯანლუკა მარჩანო იყო, რომელმაც მე ბატონ დათო მუქერიასთან ერთად დამიკრა და ტემპები შევათანხმეთ. მარტო ეს შეხვედრა იყო. ეს შემღერებაც მოხდა ხმით ვიმღერე, საორკესტროც ხმით მივღერე და სპექტაკლიც უკვე რა თქმა უნდა ხმით. ეს არ მომხდარა და იმ სპექტაკლზე ესწრებოდა ცნობილი დირიჟორი ერიკ ლასი. ეს ესტონელი დირიჟორი, რომელიც დღესდღეობით ბოსტონ ამერიკაში მოღვაწეობს, ბოსტონის მთავარი დირიჟორია. და ამ კაცმა მოინდომა ჩემთან შეხვედრა. და რო შევხვდი ეს კაცი წამოდგა ფეხზე და ბატონი გიორგი ჟორდანიაც იქ იყო, ჯანლუკაც იქ იყო, მარჩანო, დათო საყვარელიძე, სტუმრები. ამ კაცი წამოდგა და აი ეს სიტყვებით მითხრა ზუსტად მომართა. შენო შვილო ხარო შენი საქართველოს გმირიო. შენ რაც დღეს ჩაიდინე ეს არის გმირობაო. და გული მწყდება რომ საქართველოში არ მოხდა ამის გახმოვანება და ელემენტარულად მადლობა რომ გამოეცხადებინათ. მე როგორც ახალ დღეს აი სხვათა შორის დღეს გვაქვს საბჭოს არჩევნები ოპერაში. მე როგორც მე თვითონ მე ვარ ერთ-ერთი კანდიდატი ახალგაზრდული ფრთიდან. ჩვენთან თეატრში მიღებული არიან ახალი მოსული ბავშვები, ახალგაზრდები. ჩემი სურვილი და ჩემი ნება რომ იყოს ამ ახალგაზრდებსაც მივაღებინებდი ნება და უნდა მიიღონ ამაში მონაწილეობა. ხო, კანონი თუ ესენი არის ირიცხებიან თეატრში, ხო, იღებენ ხელფას, დანიშნული აქვს ხელფასი, რატომ მართმევენ ხმის უფლებას მაშინ? აი მე ამის განცხადება მინდა გავაკეთო, რომ იმათაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებმა ხმა მიცენ ამ არჩევნებში. იცით რა არის ხა? ქალბატონმა მზია მისაუბრა და მე ცოტა თავში ვიკავებ მოდი ამასთან დაკავშირებით რა, იმიტომ რომ არა ისინი კოლეგები არიან. ნუ თეატრში ჯერჯერობით არაფერი არ არის. ნუ ჩაულებ როგორც არის რომ მიდის რამოდენიმე სპექტაკლი საკონცერტო შესრულებით. ეგ რამეს დავამატებ თუ შეიძლება. საკონცერტო შესრულებით მიდის სპექტაკლი და მე ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ გამოსწორდება ეს სიტუაცია და ყველაფერი დაალაგდება. ნახევარ ფაბრიკატი ქვია მაგას, საკონცერტო შესრულება არა. არა, რომ ესე ნუ დიახ, მე შეუწორე, იმიტომ რომ ხო. ხო, აი ეს მინდა ვთქვა, რომ იმ ახალგაზრდებსაც ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება. აი ეს მინდა ვთქვა, როგორც ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი და დამწყები მომღერალი. დიდი მადლობა. მე მაქვს ერთი განცხადება. დიახ. ვინაიდან მე ვიცოდი, რომ 2014 წელს უნდა გახსნილიყო ოპერის თეატრი და მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ოპერის საქმიანობაში და ვარ საქართველოში და მინდა ჩემს ხალხსაც უმღერო, იმიტომ რომ ყველას არ აქვს საშუალება ჩამოვიდეს იგივე ბოლონიაში, მეტროპოლიტენში და იფრინოს იქით-აქეთ. გავაუქმე მე კონტრაქტი
სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერში კი მოვაწერე ხელი მეტროპოლიტენში მაქვს კონტრაქტი. სხვათა შორის გერგიევი დირიჟორებს. აი მიპასუხო, მე რა გავაკეთო? რატომ არ უნდა გაიხსნას 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ოპერის თეატრი? მე მაქვს უფლება ამისთვის, რომ მოვითხოვო. მარა? დიახ. ჯანლუკა წერს, რომ 2015 მისი გრაფიკი. მის გრაფიკზე არის დამოკიდებული, რომ არ უნდა გაიხსნას თურმე ჩვენი თეატრი. წაგიკითხავთ ზუსტად როგორ ზუსტად არის წაიკითხეთ. გრაფიკი. არა, შევცვალოთ? კი ბატონო. კარგით. გრაფიკი შემოდგომი. ესე იგი, მე აი წავიკითხავ მის შემოდგომის გრაფიკს. ლონდონში ოპერა ნორს, ესეთ თეატრში, რომელიც არის ეს არის ძალიან პატარა ოპერა. ესე იგი, 27 სექტემბერს, 3, 17, 22, 28 ოქტომბერს, 1, 12, 14, 19, 21, 26, 28 ნოემბერს. მას აქვს სპექტაკლები ოპერა ნორსში, ლონდონის ერთ-ერთ პატარა რა სპექტაკლებია? ეს არის ტრავიატა. არა, თვითონ იქ იმ ლონდონის დასთან ერთად. წარმოიდგინეთ, მთელი შემოდგომა ეს ადამიანი არ არის თბილისში, არის თეატრის მთავარი დირიჟორი. თეატრი ემზადება გახსნისთვის. ანუ მთავარ დირიჟორის მოვალეობაში შედის ორკესტრის მომზადება, ხო, სპექტაკლების მომზადება, ყველაფერი. თეატრი ვერ ემზადება გახსნისთვის. უკაცრავად იცით რისთვის მოემზადება? აქ გაივლის რეპეტიციას და მე იქ ატარებს სპექტაკლებს. ჩვენი თეატრის ორკესტრი მას ყავს როგორც ჯიბის ორკესტრი. ხო. გენერცვალე 3 და 3 წლის წინ რა ქონდა ჩვენ იმაზე ვილაპარაკოთ? იმიტომ რომ აქ გაიზარდა. იმიტომ რომ მას აქვს სტატუსი თბილისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი. მივხვდით ახლა რაშია? ამ სტატუსით ის დადის მთელ მსოფლიოში და პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა რომ სპეკულირებს ამ სტატუსით. გერგიევს აქვს უფლება თავის თეატრში იდირიჟორებს მერე წავა და სხვაგან უკრავს იმას, მაგრამ ამანაც იგივე გააკეთა. Что-то вот хули хвора. Ну и что, рабочие лошади, что ли? ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ეხლა დღეს არ ავთვლით საჭიროდ რომ გავახმოვანოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. თუმცა ცხადია ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ცხადია ჩვენ გვინდა რომ შევხვდეთ კულტურის მინისტრს და მას დავესაუბროთ ამ თემებზე. ჩვენ შეგვიძლია დამადასტურებლად მოვიყვანოთ ბატონი მარჩანოს ჩანაწერები. სრულიად აშკარად ჩანს მისი არაპროფესიონალიზმი. ახლა მე ამას მუსიკოსების ნათქვამს ვიმეორებ, მე თვითონ მუსიკოსი არა ვარ და მე ალბათ არ მაქვს უფლება პროფესიულად შევაფასო, როგორც მსმენელს კი, მაგრამ პროფესიულად არა. კარგი სარეპეტიციო დარბაზი და ორკესტრი დავუთმეთ ჩვენ მას, რომ გაიკეთოს კარიერა იქ. და გავზარდოთ ჩვენებიც არიან ახალგაზრდები ძალიან კარგი. რატომ არ უნდა ყავდეს ჩვენი? თუნდაც მეორე ევგენი მიქელაძე, თუნდაც მეორე ჯანსუღ კახიძე, თუნდაც დიდი მირცულავა. რატომ ამიხსენით? ვერ გავიგე. კიდევ არის ერთ თეატრში ოღონდ როგორც პიანისტი რეპეტიტორი. აი ახლა სხვათა შორის მე მგონი კონცერტი აქვს და როგორც პიანისტი რეპეტიტორად კონცერტში ღებულობს მონაწილეობას ნინოს უგულაძესთან ერთად ლონდონში, ხო? ლონდონშია. მე როგორც ვიცი, ქალბატონ მზიას დაპირდნენ იტალიიდან, რომ საბუთს გამოუგზავნიან. სხვათა შორის Facebook-ზე მომწერა ჩემმა კოლეგამ, რომ noi non sappiamo questo uomo. არ ვიცნობთ ჩვენ ამ ადამიანს, ერთმა ესეც კი მომწერა. საერთოდ არ ვიცნობთ. აი ესე ჩემ. დიდი მადლობა. განცხადების ტექსტს მოგართმევთ აუცილებლად. ეს არა.